შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს ცხოველთა უფლება-დამცველები მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ერთ-ერთი მათგანი ირვან მთიულიშვილია, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ სააგენტოდან ძაღლები რუსეთში არაჰუმანური მიზნებისთვის გააყავთ. ის ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხვაზეც დაიბარეს. რაც შეეხება ამ საკითხზე გაერთიანების პოზიციას, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება და საშუალება სააგენტოდან იჩუქოს მიუსაფარი, გასტერილირებული და ცობზე ვაქცინირებული ცხოველი. ლეკვების გაჩუქების შემთხვევაში სტერილიზაციის გარანტიით. მიმდინარე წლის პერიოდში ოფიციალურად მიკედლების და ჩუქების მიზნით სააგენტოდან გაჩუქებულია 162 ცხოველი. გასაჩუქებელი და გაჩუქებული ძაღლების შესახებ ინფორმაციას სააგენტო სისტემატურად ავრცელებს თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე. სახელმწიფო პროგრამაში არ შედის ცხოველის ჯანდაცვა. აქედან გამომდინარე, სრული შემთხვევაში ნებისმიერ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს შეუძლია ცხოველის გაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ. შესაბამისად, სააგენტოს ხშირად მიმართავენ ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. სააგენტოდან გაჩუქებულ და მიკედებულ ცხოველებზე მის შემდგომ ბეძზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელზეც ხდება ცხოველის გადაცემა. ჩემი ვარაუდია, რაღაცა გარკვეულ თანხას თავაზობენ და ეს ძაღლები უმართავად გადადის რუსეთში, მათ შორის იგივე ყურზე ნიშანდადებული ძაღლები, რომლის გაყვანის უფლება არავის არ აქვს, როგორც მე ვიცი, იკვეთება რაღაცა სავარაუდოდ დანაშაულები, იმიტომ რომ ხდება ამ ძაღლების ალბათ გადაყვანა იგივე ზოოპარკებში, სადაც იკვებებიან ზოოპარკის ცხოველები. ეს არის სავარაუდო ეჭვები. პირადად მე მტკიცებულებები არაფერი არ გამაჩნია, ანუ სავარაუდო ეჭვები არის იმაზე, რომ გორის თავშესაფრიდან გაყავთ ძაღლები ეგრეთ წოდებულ მოხალისე რუსებს. რუსეთის ქვეყანაში, როგორც ვიცით, 3 მილიონზე მეტი ცხოველი არის მიუსაფარი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 500 რაღაცა თავშესაფრის მფლობელი ქვეყანა, როცა ქუჩაში ამდენი ცხოველია და იქ უჭირთ გაჩუქება ცხოველების, ეს უკვე დიდი მტკიცებულებაა იმისა, რომ გორიდან რატო გადის და საქართველოდან ეს ძაღლები